მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით მომდევნო ვიდეოთი და დღეს ჩვენ გადაგღებთ eFootball 2026 წინაზე copyright-ი დამედო და მაგის გამო აღარ გადავიღე შემდეგი ნაწილი. აზრი აღარ ქონდა, ეხლა მუსიკას საერთოდ ჩაუწიე და რა ვიცი, მოდი ეხლა დავიწყოთ მატჩი. ეს გეტყვით რომ უფრო სხვანაირი ჩელენჯი მოვიგონე, გვაქვს მაგალითად 20 მილიონი და ამ 20 მილიონში უნდა ვიპოვოთ ისეთი ფეხბურთელი. ანუ ეს გუნდი არ გვყავს ახლა იმ ფეხბურთელებს ვიყიდი, რაც სტრასბურგშია. და ამ 20 მილიონად უნდა გამოვიყენოთ ტრანსფერები, ხოლო მოგებაში გვერიცხება 9 მილიონი, ანუ 500,000. და ამ 500,000-ად შეგვიძლია 500,000-ები რო დაგვერიცხება მოგებაზე, მერე კიდევ მოგებაზე მილიონად შეგვიძლია რამე ფეხბურთელი ვიყიდოთ. კარგით, მოდი ახლა დაგიბრუნდებით, როცა იმ ფეხბურთელებს ვყიდით. მოკლედ დაგიბრუნდით, აი ასეთი შემოდგომლობა ყავს. აქედან მომწონს აი ეს ბიჭი, ანასი მომეწონა. და რა ვიყიდე, რამოდენიმე შეიძლება აქედან დავტოვო რამოდენიმე ფეხბურთელი. 20 მილიონი გვაქვს, ტრანსფერო ფანჯარა გახსნილია და მოკლედ ვინმე ახალგაზრდას ან დაბა რეიტინგიანს ვიყიდი და ნახავ რამდენი ღირს და დაგიბრუნდებით. მოკლედ ნახე ერთი ფეხბურთელი, ქვია ოსკარ ბობი. და ის აი ეს ფეხბურთელია და ის ღირდა სადღაც ეს ფეხბურთელი არ შეიმჩნიოთ უბრალოდ არ ვათამაშებ ამ ფეხბურთელებს, სადღაც ღირდა 3 მილიონი ღირდა და დესკოზიო ცოტა ხდება 3 მილიონი ღირდა და დაგვრჩა 17 მილიონი. ნუ მოგება და ესენი რო გვექნება უკვე ყველგან თამაშობს ტიპი იმენა ოსკარი. ოსკარბობი. კარგი დავაყენოთ აქ. კარგია. სკოტს ვეჯიბრებით. კარგია ვნახოთ. რა გამოვა სკოტ რეინჯერსთან. ვახ. აი, copyright-ი როგორ დამედვარა და კარგი ვიდეო გამოდიოდა. მაგრამ თან მაგ ვიდეოში იამალი დავაგდე. არ ვიცი რა. eFootball-ის სიმღერის თუ რაღაცის გამო დამედო copyright-ი. კარგი, წავიდა. ნანასი გააგორა. ჩვენი ვარსკვლავი იქნება ნანასი. კარგი, და შეიძლება თუ ოსკარ ბობმა და მე ისეთი გააკეთა სასწაული, ისიც გახდება ჩვენი ვარსკვლავი. ნახოთ. ოსკარ ბობი მანჩესტერიდან სტრასბურგში როგორ გამოიჩენს თავს, აი ახლა ნანასი გარბის მორეირა, კარგია. დიეგო მორეირა ჩაწოდება არ გამოვიდა. კარგი, კუთხური. მოდით დავაყენოთ 6 yard of 6-ზე. გავათამაშობთ მორეირა. ახ, დაარტყი მორეირა. როის დავარტყით. რა კარგად დაართვა. პასი გააკეთა მორეირაზე. ცოტა ძლიერი იყო ეს პასი. მორეირა. ის ჩაერთო კარგად საქმეში. ჯერჯერობით ოსკარ ბობი არ ჩანს. ვაუ. რა კარგი შეტევა აქვთ. კარგი ცრუ მოძრაობებია და არტყა და მეკარემ გვიხსნა. ხო, კიდევ დავფიქრდი და თუ ათამაში გოგლიჩიძე გონი კი არის
გოგლიჩიძე მაგასაც მოუყვან. გოგლიჩიძე გჭირდება რა. გაგვიტანეს. ნუ რაცვაში პრობლემები იქნება, რა თქმა უნდა, გოგლიჩიძეს მოუყვან. კიდევ ვინ შეიძლება რომ მოვიყვანო? ნუ თუ არის შესაძლებელი რომ მოვიყვანო, ვინმე, ნუ ეხლა რამდენი ეღირება გოგლიჩიძე ნახავ. მერე და ვიყიდი. ნუ ეს მატჩი თუ მოვიგეთ, დაგვირიცხება 500-1000. ნუ ფრეზე გვერიცხება 350.000, არა 350, არა 250 უბრალოდ. ჩაწოდება საჯარიმოში დარტყმა, ვაიმე. ხო, რას გეუბნებოდი? ჩაგვერიცხება 250.000 და წაგებაზე კი არაფერი არ ჩაგვერიცხება. რა? ყვითელი ბარათი? არა. უბრალოდ გაფრთხილება მისცა საჯმა რეინჯერსის ფეხბურთელს. ნახოთ. ჯულიო ესიკო. გააგორა ნანასი. გამოვიდა. ფაუერ შუთის დარტყმა. პასი გავაკეთოთ, ვერა, ნანასი, მაინც ვიწვდა ბურთს. ჩვენი სტრაიკერი კი ვერ შეწვდა. ვახ, რა კარგი შეტევა აქვთ. აუ, პენალტი. არა. ოფსაიდი ყოფილა. გადავრჩით. გავაგოროთ აქ. გავათამაშოთ. მაიკ პენდერსი. ხო, მაიკ პენდერსი. საინტერესოა. ჩილველი. ოსკარ ბობი, აბა. რას იზავს ჩვენი ახალი შენაჟიდი? ბობი, ბობი რეებს აკეთებს. ბობ. გაჩერდი რეებს აკეთებს. შეხედი. მესი ჩართობილა. ლობჟანიძე შეიძლება მოვყანოთ. კარგი იყო. ნუ მომენტები ორივე გუნდს აქვს. ჩვენც და რეინჯერსსაც. მეკარე წინ დაარტყა. ნანასი. ოსკარ ბობი. აბა კარგი პასი თუ გააკეთებს რა? კარგი პასი გააკეთა. აუ, ინტერნეტი რა. აუ, არა და ბობზე რა კაი პასი მიდიოდა ბიჭო. არა, არ მიდიოდა კაი პასი. ნუ კაი პასი რო ეკეთებინა უფრო აი ინტერნეტი რა, ინტერნეტის პრობლემები არის. ფელიხი თუ ვიღაც. ნანასი. კარგი იყო. და გააკეთ. აუ, ჩვენია ბურთი. ვაიმე, შეცდომა. გოლია და ეშეთ შეცდომას მეკარეს არ ვაპატიებ. ნუ ჩემი შეცდომას იყო. ეხლა აქ. მაგრამ შევცვალე მე და მაინც იქ გააკეთა პასი ჩვენმა მეკარემ. ვაგებთ სამწუხაროდ, ცუდად ვიწყებთ. ლიგას. ბობი მომეწონა სხვათა შორის. ბობი! ჩემი კაი. დუე. კარგი პასი. მერე აქ ბობი სათხარ. ბობი. შობობი. ამბიცა, ანუ მანჩესტერ
რატო არ ათამაშებდი? ამბიც რატო არ ათამაშებთ მანჩესტერ ნუ ძალიან კარგია ბობი. ოსკარ ბობი. ნუ კარლი არ არის მგონი თამაში. ნახე. კარლი რო არის ის 17 თუ ყველა გოლი გადის ამათი და მე 10 ჯერ 100 ჯერ უნდა დავარწყარო გოლი გავიტანო. ანუ რას ვიძახდი? ხო, კარლი არ არის თამაში და იმედია რომ მალე დაამატებენ დორტმუნდის კი არა. ფაინერთა ის წითელი ბარათია უკვე. ეს წითელი ბარათია. ყვითელი რა. მე წითელს მომცემდაც ბა იმენა სკენა ყველა საჯიც და რა ვიცი. თან უკნიდა როგორ ჩაბატკატდა უბრალოდ. აბა გავთამაშოთ აქ ბობზე ბობი რა მიხება ჯერ რა თამაშავება იყო ეს ნუ ხო ეტყობა ნუ სუპერსტარზე ვთამაშო ლეჯენდზე რომ ეთამაშო ხო უკვე 10 გოლს გავიტანდნენ ნუ ხო ეტყობა რა ეტყობა გუნდს რომ არ არის დალაგებული ვაიმე რამდენჯერ უკვე რამდენჯერ არა ეტყობა გუნდს რომ არ არის კარგი გუნდი აქ ჩვენ არაფერი არ დაგვერიცხება ამისა მომკაჩავები არ ვართ მაგრამ ერთი გოლიც რო გავიტანოთ ძალიან გაგვიხარდება ბობი წავიდა ბობ წავიდა სკარ ბობი ყოჩა მაგარი ხარ იმენა ბობ ნუ კი ვაქებ დავადიდებ მაგრამ გოლს ვერ იტანს კარგია გადმოიტანა აქ ხა ჩილვალვეზე და მერე ბობზე ჩილვალვე რა ქვია მას ჩილველი აი რა დამაცადეთ რა დავარტყამ ბობით დუე ხო დუეც მომწონს ნანასი კომენტაროთ ნუ ხო რა დამთავრდა 3 გოლი წავაგეთ მაგრამ არა უშავს ეხლა მაინტერესებს ლივერპულის ფეხბურთელი ნუგო მარიო თუ არის მაგას ვიყიდი უეჭველი და გავიგებ რახის ოპა უეჭველი გავიგებ მოიცადე ნახოთ აბარათვის კონტრაქტებში best is best გადავიდა reset clubs ევროპა სად არის english მოსალახი ანუ ორი კარდი რო აქ მაგარი არის რა 1.83-იანი 1.84-იანი ჰუგო არა არ მომია ჰუგო შანსი არა ჰუგოს არ გამოვატანენ კეზსაც არ გამოვატანენ ფედერიკოსაც არ გამოვატანენ კაი ტრანსფერებია მაგრამ ეს ბიჭი ეს ბიჭი მინდა ეს ბიჭი მინდა გოჰომა თუ რაღაც რიან გრაჰომა გავიგებ მოკლედ ამის ფასსაც და გეტყვით გავიგე უკვე ფასი და თურმე ღირებულა
2.500.000. 2.500.000. Ну, ბევრია ფეხბურთელისთვის. გუნდისთვის. ნახოთ სად არის. სად არის? აი, აგერ არის. მოდი, გუნდმა. ოსკარ ბობი. გადაინაცვლებს აქ. გუნდმა. აი, აქ left winger-ზე. წავიდა, აბა, გავაძლიერო ჯერ ეს იქნება. ტანჯვა წამება იქნება. ესე გავაძლიერებ რა. იყოფა. 87, აბა ნახოთ სტატები. კაი არა, მწვანე არ არის ცუდი. 90 აქ acceleration ძმაო. ნუ არა თრად გაძლიერებული თან. აბა level, აი ბოლომდე რო გავმაქსოთ. გავმაქსო. კაი, აჰა ესე იყოს. ნახოთ აბა. 89, აბა ნახოთ ახლა თუ მოემატებოდა. არა, მეტი აღარ თუ რატო ხარ ხლავ. ნახოთ აბა სხვა მოემატა. acceleration არ მოემატა. კაი არა, კაი ქარდია. ასე და ამგვარად. ხო, ნუ გადმოვინაცვლეთ მატჩზე. ბევრი რო აღარ გელოდნათ. მაგის გამო. ოპა. რიო, აბა ვნახოთ რიო. კაი, დამიწყმა. მოიცა, რიო. რიო? და დრიბლინგია, კაი. რიო, აიმე. ის რო გასულიყო, ჯერ ნახით რა კარგი ჩატეხვა, მერე წამოიღო. ბახ. ბუმ ემენა. 6 იარდოვსი 6. მოდი აქ. რიო მოდის? რიონ გუჰუმუა. აბარა, ბიჭო. აეგრი. შეხედეთ 1 2 1 2 იარა და ბახ. შუზე გამახსენდა. არა. ნუ დამჭა 14. ხო, 14.500.000 დამჭა. Hmm, 14.500.000. ეს ძალიან ცოტა ფულია. როგორ შეგვიტიეს? არა, ჩემი, მე რამდენიჯერ. აეგრე სარ შეგენაცვალე. ხუმოა? რა პასი გააკეთა ეს თუ მიასრო. ბობი. და ტყა არ გამოვიდა. ნანასი? აბა? ვაიმე! ბობი, დაარტყით! აბარა, წინა მატჩი წაგები დავიწყეთ, მაგრამ დღეს მაინც მოვიგოთ. აქ მოჰომვა დაარტყა პირველად, მერე ბობმა დამატა და მერე გოლი გავიდა უკვე. დუე, კარგია დუე, მაინც შეინარჩუნა ბურთი ბობზე, ბობი. ეთქი.
აი დუეცმაო სალმაგრა თამაშობს. ნუ ეხა ჯამპინგი თუ აქვს, ნუ სკილები ექნება. ხან ჰუმოას ბოლო ლივერპულის ფეხბურთელია თუ უნდა მეთქვა და აქ რა გამიკეთეს. ბენ ჩილველი. აბა ნახოთ რა გამოვა არაფერი. იმედია კიდევ ერთ შეცდომას არ დაუშვებს ჩვენი მეკარე. თორე საერთოდ გავაგდებ გუნდიდან და მოვძებნი რა ვინმე მეკარეს. ტვინის ჭამა. ვებში ის ხო ბაიერნი ხო არ არის. ბაიერნი ყოფილიყო ორ ფეხბურთელს წამოუყანე კარლი და რა ვიცი, კიდე ის მეკარე რო ყავთ ხო იცი ნაიერის შემცვლელი თომ. რა ნოიერი. რა გაკითხა. ჩილველი მე დატასაობდა. ბანახოთ ჩილველი ნახე იმინა. ესეც უნდა შეუძ. ტოპატაძე უნდა მოვიყვანო. უიჭვილი ტოპატაძე უნდა მოვიყვანო. ეხლა 500,000 ჩამერიცხება თუ მოვიგებთ ამას. ჩამერიცხება 515 მილიონი მექნება. რა კაი დაარტყა. და 500,000 არღის ტოპატაძე თუ უფრო ცოტა. თუ არა ბიჭო რა 500,000. ტოპატაძე ნახავ მე უეჭველი მოვუყვან ამ ვიდეოში ტოპატაძეს. ტოპატაძეს მოვუყვან უეჭველი. იმიტომ რომ ვიცი რომ არის ამ თამაში. პროსტა რომელი ტოპატაძე მოვუყვანო იური ტოპატაძე თუ გიორგი ტოპატაძე. მოდი იური ტოპატაძეს მოვიყვან. იური ტოპატაძეს. თუ მაგას ლური ტოპატაძე ქვია თუ იური ტოპატაძე. გარეთ. ნუ ბუთის ფუბა არ გვაქვს მეტი. 10-ით გვისწრები. 10-ით. ნახოთ, ნანასი გააგორა. გუმოა. რა კარგი იყო, რა კარგად დაიძრა. სადარტყა. ჩემი. რიონ გჰუმოა. ნგჰუა. თუ რა წერია. მოკლე მერიოს დაუძახებ რა. დაწერეთ კიდევ კომენტარებში თუ იცის ესეთ პატარა ფეხბურთელები, რომელიც ძალიან კაიები არიან. ეხა იამალი ხო ვერ დაწერთ. ბიუჯეტი ძალიან ცოტა გვაქვს. ნუ გვიქნება ალბათ საშუალება. ზოგს გავუშვებთ. ამდენ მილიონად და ამდენად. დაურტყი. პაროდა რა დარტყმას ახორ ნაციელებდა რა არის. კაი. გავგზავნოთ მოდი რა ჩვენ. ოპა, წამოვიდა. მაგრამ არა. რა პასია, ბიჭო, რა პასია, აი რა გაყოლება. ოსკარბობს ეხა არა აქვს წარმატებული მატჩი. ეთქე მაინც დაარტყა. ნანას აი რა ჩემი ვარსკვლავი ხარ და ჩემი ანანასი. მაიცა კომო წავიდა. რებს აკეთებს? პასი აკეთ. კიდევ ერთი. იმენა ახარ ვიტყვი მაგ სიტყვას. ფურა ტიპი
როგორ უნდა იყო? ჩემი რა გააკეთა ტიპმა? ტიპმა რა გააკეთა? აეგრე. 3-0, 3-0. ო, 3-0. ტიპმა რა გააკეთა? ამას გავუშვებ, ჩემი კაი ამას გავუშვებ. ბობ მოიგე კაია. იმას ვაფშე ნახევარწოს ეძინა. დუე კაია. რა, ჩემი კაი რა. შრალზე მინდოდა და მაინც გამიტანეს. ანას არა ჯარიმა გაატარებს. კრიოს წინააღმდეგ. კაი, რიო. აუ, ტინი წაიღეს უკვე რა, ეხა მიდი მეორეს ხო უნდა გაიტანო, ღორო, მიდი. ბიჭო, თუ აფსაიდში აკეთებ პას რაღაც მიტიო. ვისაუბრებ კიდევ გუშინდელ მატჩებზე. ძალიან მაგარი მატჩები იყო. PSG დამარცხდა სამწუხაროდ. და ყვარამ ძალიან 2-1 და უძამლიან მაგრესი გოლი შეაგდო. პირდაპირ ჩემპიონთა ლიგური გოლი შეაგდო. გახრույდა ცხრიანი და რავი რა ვურჩევ რომ ალბათ მთელი სოფლიო იცნობს ხვიჩას და მთელი სოფლიო უჩერთ რომ ეგრე გააგრძელოს, ეგრე ითამაშოს. აქ 500,000 დაგვერიცხა. კიდევ იმას ვიტყვი რომ რეალ მადრიდზე ძალიან მაგარი მატჩი ჩაატარა. კილიან მბაპემაც და ვინისიუსმაც ბერმა. 6-1 მოიგო, 6-1 მონაკოს წინააღმდეგ. და კილიან მბაპეზე ვარ ძალიან გაბრაზებული, იმიტომ რომ მონაკო იყო მბაპეს პირველი გუნდი, სადაც თამაშობდა ის. და იმ გუნდში, სადაც გახდა სუპერვარსკვლავი და მათი დამსახურებაც არის, როცა რეალშია, ეხლა რეალ მადრიდშია და რა მონაკოს რო გაუტანა გოლი, სიხარულისგან გასყდა და რა ვიცი, ეგრე მე ფეხბურთელი რო ვიყო, დავაფასებდი ჩემ ძველ გუნდს და მაინც არ ავხნიშნავდი. კარგით, მოდი ეხა იური ტაპატაძე ვიყიდოთ. დაგიმუნდებით და გუნდში ჩავსვავ. მოკლედ, განახორციელე ტრანსფერები, ეგრეთ წოდებული. მოვიყვანე. ხო, საბა გოგლიჩიძე სათხარ. წეს თქონა იყოს. საბა მოვიყვანე. გოგლიჩიძე და კიდევ იური ტაპატაძე, როგორც მახსოვს. სად არის ის? იური სათხარ. ტაპატაძე, შენი დროა. იური ტაპატაძეც აქ არის. კარგი, დაგიბრუნდებით 1 წუთით. მოკლედ, დაგვრჩა 7 მილიონი, რადგან
მოვიყვანე გოგლიჩიძე მოვიყვანე 2 მილიონად დაგვრჩა უკვე არის 13 მილიონი 12 მილიონ არა 12 11 მილიონ რაღაცა დაგვრჩა არა ხო 11 მილიონი დამჩა როცა ეს ფეხბურთელები ვიყიდე რომ ვიყიდე ეს ფეხბურთელები ის ღირდა რა ქვია იმას 2 მილიონი ღირდა რა 2 მილიონი ღირდა ორივე ფეხბურთელი გულიჩიძეც და ტაპატაძეც ხო რაცა მოვიყვანე დაკვაკლდა ერთი წამით რაღაც ხარვეზები გვაქვს ხო ჩამოვედით უბრალოდ 8 მილიონზე და დაკვაკლა 3 მილიონი იმის გამო რომ რაღაც გაკვეული მიზეზების გამო სტადიონი თუ რაღაც ბალახი თუ რაღაც გაფუჭდა სტადიონზე გაფუჭდა სკამები და რაღაცეები ჩვენ სტადიონზე პირად სტადიონზე გავაკეთეთ და 8 მილიონი დაგვრჩა აი ეს სტადიონი ზლატან ტიფო ჩვენია აი რამდენი ხალხია ჩვენს საყურებლად იური ტაპატაძე აბა გოგლიჩიძე ქართველები სულ ერთად არიან მეკარეზე მეკარე გოგლიჩიძეს აი დუე აბა რა გოგლიჩიძე რიო სივერ გააკეთა რიომ გაყოლა აი ჩააწოლოს აი სადღაც პენალტის ის რო არის მან რო ჩააწოლოს გამოვა მეკარე ხელები მუშტებით ვაიგერიებს ტაპატაძე დაურტყა მაგრამ რაცდა ბუთიკარებს შეხედე ბა მიდი ახლა მიგაკეთეთ საბა მიდი პატკატი არა გამოვიდა დუე აბა რა დუე მიდი ბოლომდე აბა რა შეჭამა დუემ გაუყვაიმე მიდი არა ტაპატაძე ჩვენი სტრაიკერი ჩაერთო იქ ვაიმე მიდი აბა რა ბო არ დაკარგო შვიდად წყნარად საბა სად მიდიხარ საბა საწავიდა უცებ აი ესეთ პats რო უკეთებ ტაპატაძეს გაფიცებ რანაირად უნდა მიიღოს ფოსორთ რა საკეთებ შით ბიჭო კიდევ თქვი იმედია აგვიქნება კიდევ ესეთ ხარვეზები კორცარის სტადიონი კაი დაწყნადი დამშვიდი ბობი კიდევ მინდა რომ ერთი დაცვა მოვუყანო და მითხარით რა ერთი ის ყავს ერთი ვიფიქრე და საზონოვი ხო არ მოვუყანო თქო და საზონოვი რა ვიცი მოვიყვანო თუ თქვენ მირჩიეთ რავი დაცვა ვინმე კაი თუ გინდა ეხლა იყო აი ვიჯოვანდა იქს ვერ ვიყიდი ხო ვიჯოვანდა იქს ვერ ვიყიდი 8 მილიონად
8 მილიონის ფარგლებში რომ მითხრას რა. ბიჭო, ვაიმე, რაპორტია იხო. ნახეთ ესეივი ბიჭო. არა ჩბეულებრივი. აბა ეს ვინ არის? გუհუმოა. ბობი, შეაგდო აბარა. ბობ მათ შეაგდო და რიოს ასისტი. ოპა. კარგია. ნახეთ. უჰუ. რიკოშეტიც იყო იქ. კარგია. ჩაჭრანასპა. ლური და პატაძე. აბა, კარგად, უნდა მიიღოს. აბა, წავიდა. იური? მიდი, იური. მიდი. ჩავახვიოთ. ვაიმე, ძელი. ვაიმე, და პატაძე გაიტანდა, არა და ძელი ოჩი. ეხა მაგლა გამიტყდა. დაგიბრუნდით. მიდეყავდნენ და ოპა, რიო, პორტერიო. ბობა უნდა დავარქვი. იური და პატაძე სად არის? ჩაწოდება რა? რა ვინმე თუ ყოჩა რა? ნახევარმცველის ყოჩა. რა ტიპ ყოჩა მაგარი პასი. გოგლიჩიძე მიდია. იმენო დებილია, ტიპი დებილია უბრალოდ რა. აი მიდი რა ბობრა. შენ მაინც ბობი. ყილა დებილი რატოა? აი დებილია ბიჭო იმენო. ცენზურას ჩემი კაი დავარხვევ რა. იური? გუհუმოა. მინა შანსი არ არის ამ გუნდით ვერ დავდებ ლიგას. აი ესეთი გუნდით ვერ დავდებ ლიგას. თუ ეს ტოებ უეჭველი რა. და მირჩიეთ დაცვა თორე იმენა დებილი ნახე. ეს გოგლიჩიძე ყოჩა. გოგლიჩიძე თუ გადაგვარჩენს რა. გაიხარია უკვე ეს ვიდეო, თითქმიანი ვიდეო. კარგია. ნანასი. ბიჭო. უკვე ფრი არ მაწყობს, იმიტომ რომ 250,000 მერიცხება. და 800 ხო. კი არა, 8,250,000 მექნება.
ოჩახი. იმენა მძღნერი რა. აი ბოდიშით რო დავარღვიე, მაგრამ მძღნერი არის იმენა რა. აი მაგას ვამბობ მე რა. ჩამოვართვე ეს ხალხი. მინარა. საბა იური საბა. აი ხო საბა და იური. წავალ ტრანსფერებში ვამოწმებ და დავასრულებ ვიდეოს რა. ნახოთ აბა. რა შეიძლება აბა ბარსა ნახოთ? თუ რეალი. ოპა მასტანტონუ რა ღირს. მოიცა რეალ მადრიდი სად არის? Teams ევროპა და სად არის? რა ქვია? სპენიშ ლიგა. აი სპენიშ ლიგა. რეალ მადრიდი. აბა ნახოთ აი. ნახოთ უბრალოდ ახალგაზრდები. გონზალო რა ღირს. ჰაუსენ კარარესი. გულერიც ბევრი იყიდება. ფრანგარსია, ბრაჰიმი, მენდი, რაული, მასტანტონო, გონზალო გარსია. ფრანგოზარესი. დავით ხიმინეზი. ჯესუს ფორტია. გონზალოზე დავფიქრდებოდი. ფული აღარ დავჩება. და იური ტაპატაძე და გონზალო. ოპა, მაგარი ის იქნება. აი თვითხართ რა. ვიყიდო. ნახოთ მერე რა ღირს გონზალო და ვიყიდე უეჭველი. თქვენ კი არ დაგავიწყდით. არხი გამოიწერეთ. დაალაიქეთ ვიდეო და კარგად ბრძანებოდეთ. ნახვამდის.